შენების მოლაპარაკებების მორიგი რაუნდით 16 დეკემბერს გაიმართება საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს შეხვედრაზე ტრადიციულ თემებთან ერთად ქართული მხარე საქართველოში განხორციელებული აფეთქებების, ცხინვალთან ეგრეთ წოდებული სმერჩების განლაგების და ახალგორის რაიონში საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით აღრიცხვიანობის და მათთვის ქონების ჩამორთმების საკითხებს წამოჭრეს, განიხილავს ასევე რუსეთის მხრიდან კულტურული ძეგლების განადგურების და ვანდალური ფაქტების თემას. ტრადიციულად განიხილება დევნილებისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა. იმის მიუხედავად, რომ მოლაპარაკებას კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ მოუტანია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, შეხვედრას ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. გარდა ამისა, დღეს ბრიუსელში მინისტერიალი დაიწყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე საგარეო მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იმყოფება. ჟენევის მოლაპარაკების ეს რაუნდი რასაკვირველია გაჯერებული იქნება იმ დამატებითი საკითხებით, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. კერძოდ გულისხმობ უპირველეს ყოვლისა რუსეთის ფედერაციის მიერ და საოკუპაციო რეჟიმების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე სმერჩის ტიპის რეაქტიული სისტემის განლაგების საკითხს, რომელიც ამავდროულად იცით თქვენ რომ საკმაოდ ძიმედ შესაფასებელი, ასე ვთქვათ, შეიარაღების განაწილება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვეულებრივი შეიარაღების, ევროპის ჩვეულებრივი შეიარაღების ფარგლებში ეს არის სრულიად დაუშვებელი და აკრძალული, განხილული იქნება საქართველოს ტერიტორიებს განხორციელებული აფეთქებების საკითხები და მისი გამოძიების შედეგად დადგენილი ფაქტები და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებისა და ასე ვთქვათ, ვანდალური ფაქტებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელსაც ასევე რუსეთის ფედერაცია ძალიან აქტიურად ახორციელებს და ასევე ის ფაქტი, რომელიც ბოლო პერიოდში გამოვლინდა, კერძოდ ის, რომ სეპარატისტული რეჟიმების მიერ იქნა მიღებული ეგრეთ წოდებული ბრძანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობას ექმნება სერიოზული პრობლემები, მათ შორის ახალგორის რაიონში, სადაც საქართველოს მოსახლეობას ეთნიკური ნიშნით, ასე ვთქვათ, აღრიცხვიანობა მიმდინარეობს და მათთვის ქონების უკანონო ჩამორთმევა მიმდინარეობს.